ნახვა არაბთა მეფისაგან მის ღმისა ვეფხვის ტყაოსნისა. ნახეს უცხო მოხმებინე ჯდამტირალი წყლისა პირსა. ეხლა უკვე როგორ არის იცით, დიდი ნახტომია, ისინი დაქვეითდნენ ბოლოში. ნახეთ რომ იქ არაფერი ისეთი მოხმე არ დაუნახავთ, დაქვეითდნენ ცხენიდან და 12 მოხმე მოვიდა. ეს 12 მოხმე განსაკუთრებული არის დანარჩენი მხოლოდ ლაშქართან, ვიდრე ისინი მოვიდნენ და არ იყო საუბარი წინა თავში იმაზე რომ აქ ვიღაცა დაინახეს. მაგრამ აი აქ უკვე ან თავიდან იწყება რომ პირდაპირ ნახტომია და ხვდებით რომ ნახეს უცხო მოხმე ვინმე ჯდამტირალი წყლისა პირსა. რაც შავი ცხენისა დავითა ხვალომსა და ვითა გმირსა. ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ აბჯარ უნაგირსა, ცხენსა ვარდი და შილად გულსა მდუღრა დანაგირსა. მეგობრებო და აი აქ ნახეთ რომ ცხენსა ვარდია დაეთრთვილა, წერია რომ რატომღაც ვარდი ლოყების ან პირსახის აღნიშნული მეტაფორა არისო, ასე წერია რა განმარტებაში და მე სხვანაირად გამარტავდი ამას. ცხენსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრა დანადირსა. ვარდი მეგობრებო ლოყებისა და რაღაცეების აღნიშნული კი არ არის. ვარდი პირდაპირ მნიშვნელობით არის გონიერების, სიბრძნის აღნიშნული სიმბოლო. გესმით? ნახე, ცრემლს რა დაეთრთვილაო? ვარდიო. ჩვენ შევადარეთ, არ ვიცი ჩემს რომელიღაც ლაივში რომელი იყო, აღარ მახსოვს, უბრალოდ შევადარეთ რომ რასაც გვეუბნება ქრისტე ის რომ მხოლოდ მარხვა და ცრემლით, მარხვით და ცრემლით განიწმინდებითო, ხო? აქ მწერალს მოყავს ზუსტად იგივე ვარიანტი, რომ ადამიანი ზის რაღაც სადარდებელი აქვს და ცრემლს ვარდი აქვს დათრთვილი. ესე იგი, გამოდის რომ განწმენდის პროცესშია ვიღაცა. მას ტანზე კაბა ემოსა გარეთმა ვეფხის ტყავისა. კაბის შემოსვა მეგობრებო, იმ პერიოდისთვის მე-12 საუკუნეში კაცები დამახასიათებელი ჩაცმულობა. არ იყო დამახასიათებელი, ახლა დღეს როაც ბერებს, ესეთი რაღაც არ იყო, მაგრამ აი კაბა არის აღწერაში, რომ ზედა ჩასაცმელი კაცისა კაბას ეძახდნენ ზედა ჩასაცმელს კაცისაო, მაგრამ ნახეთ მე კიდე უფრო სიღრმეში შევალ და ესე ზერელეთ არის რა გახსნილი ეთყობა სკოლის წიგნი არის ეს და მას ტანზე კაბა ემოსა გარეთმა ვეფხის ტყავისა. კაბა არის მეგობრებო ჩვენი სხეული. გარეთმა ვეფხის ტყავისა. ვეფხის ტყავი არ არის ჩვეულებრივი სიტყვა ვეფხის ტყავი. ვცდილობ გაგიგებინოთ როგორ ახსნა მოკლედ ვეფხის ტყავი რას ნიშნავს. ერთ-ერთ ჩემს ლაივში შემიძლია ჩაგიგდოთ კიდევაც ლინკი და დავაკავშირო ეს ზემოთ ინფორმაციაში ნახეთ იუთუბერებმა დავაკავშირებ ამ ვიდეოს იმ ვიდეოსთან თუ რას ნიშნავს ვეფხის განხილვა. როგორ განვიხილე მე ვესფხა. ეხლა რო არ ვილაპარაკო ბევრი და რო არა გადავხდეთ აქეთ-იქით. კარგით? დაგაკავშირებთ იმ ვიდეოს, ნახეთ აუცილებლად თუ რას ნიშნავს ვეფხის ფხა, ან ვესფხა და ამ ჭრილში დაინახეთ ეს საკითხი, რომ რა ემოსა ამ კაცს, რომელიც ნახეს, რომელიც განწმენდის პროცესში იყო. ვეფხის ტყავისა ქუტივე იყო სარკმელი თავისა, თავზეც კი ასეთი რაღაც ახურავს, ხო? ესე ზედაპირულად რო ავხსნათ, თავზეც კი ეს ვეფხის ტყავი არის შემოსილი. ხელთან ნაჭედი მათრახი ჰქონდა უცხოსი მკლავისა, ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავის. ხელთან ნაჭედი მათრახი ჰქონდა უცხოსი მკლავისა, მკლავის ის ხომ მათრახი იყო, როგორც ჩანს ხელით დამზადებული, ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა. ესეთი პირი იყო, რომ ერთი ნახვით ვერ დაიკმაყოფილებდა სურვილს, ესე იგი კიდევ მოუნდათ მისი ნახვა. მეფე მან ბრძანა, ვინ არის უცხო პირად და ტანადო? უბრძანა ერთ სამონასა წადი ფიცხლად და ჯანადო. გიბრძანებ უთხარ, ვერ გიცნობ ჩემთა ლაშქართა თანადო, ვინც ახარ მოდი წინაშე შენ ჩემგან მონაყვანადო. და დაიბარა მეფე რომ მოიყვანეთ აქ ეს ვინ არისო რა. ხო? წავიდა მონა საუბრად მის ხმისა გულმდუღარისად, თავ ჩამოხდებით მტირლისა, არ ჭვრეთით ზღარისად. ის არის რომ ეს ტირის გულმდუღრათან არც აჩვენებს თავს რა, ესე ტირის სერიოზულად განწმენდის პროცესში არის კაცი. მუნმე წვიმს წვიმა ბროლისა, ღია გიშრისა ღარისად, ახლოს მივიდა მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად. ესე იგი ბროლის წვიმები რა ხდება ახლა? აი ბროლის წვიმები აი პირდაპირ მნიშვნელობით არის მეგობრებო ის რომ განწმენდის პროცესშია რა. ბროლი არის, როდესაც იწმინდები რაღაცა წმენდის პროცესშია და აი ისეთი ცრემლი მოსდის თვალიდან რომ უკვე წმინდა არის ეს ბროლი. ცრემლის კი ბროლი არის. ღია გიშრისა ღარისად. ოღონდ ნახეთ, აქ ადარებს რომ ეს ბროლი კი არის განწმენდილი, მაგრამ შავი ბროლია. და ეს შავი არის რა, დარდი, ხო? ჯავს ხო ვაკავშირებთ ხოლმე ბნელთან, დარდთან, წუხარებასთან და ასე შემდეგ. ხო და აი ესეთი ახსნა აქვს ამას, რომ ესე იგი ეს ადამიანი არის განწმენდის პროცესში და ისეთი განწმენდის პროცესში, რომ სულ შავი ბროლებისთვის ცრემლად. ვერა კადრა საუბარი მონა მეტად შეუზარდა დიდხანს უჭრელს გაკვირვებით თუცა გული უმაგარდა. მოახსენა გიბრძანებს რომ ახლოს მიდგა დაუწყნა და იგი ტირს და არა ესმის მისგან გაუუმეცარდა. ნახე უყურებს ამას და ისე თავს უხერხულად გრძნობს რომ ვერ კადრა, მაგრამ მე რაღაცნაირად მოეცა ძალა რომ კადროს რა, რომ გიბრძანებს რომ ახლოს მიდგა დაუწყნა და
აღარ გაუშინაობდა გესმის და იმ პიროვნებას ვისაც ეუბნება ახლა ვინც უცხომოყმია და ზის და ესეთი საინტერესო სანახავია არაფერი არ ესმის საერთოდ რას ლაპარაკობს მის მონისა არა ესმა სიტყვა არც ანაუბარი მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი უცხოდ რამე ამოხსკვნოდა გული ცეცხლთან ადებარი ცრემლსა სისხლი ერეოდა გასდის ვითა ნაგუბარი ხმამაღლა ტირის ესე იგი გესმით აი უცხოდ რამე ამოხსკვნოდა გული ცეცხლთან ადებარი საკითხავი ის არის რომ ეს მოყმე იქ რო ზის მარტოა გესმით და თავისთვის ძვლის ადგილი ნახა ეთყობა სადღაც განმარტები და ეხლა ესენი აკლია ხო არ აკლია ესენი და მაგრამ მაინც twins უბურღავენ რა ესე ის მიაგზავნა აჰა ეს არანებებს თავს არაფერი არ ესმის არც იმ ლაშქარს ვერაფერს ვეღარ ხედავს მაგრამ თავის ადარდებაც კი ხედავს და ცრემლსა სისხლი ერეოდა აქაც სისხლის ცრემლით ტირილი ქრისტეს მოსდევს ანუ წერილების მიხედვით სისხლის ცრემლით ტირილი და სისხლის ოფლით ტირილიც ქრისტეს აღნიშნული მეტაფორული ალეგორიული თუ რა ვიცი რაღაცნაირი შედარება არის როგორც ჩანს აქ არის დიდი სადარდებელი რაღაც ისე სხვათა შორის მეგობრებო გუშინ ნახე ესეთი ფილმი ძალიან სასაცილო ფილმია მაგრამ ძალიან საინტერესო ინფორმაციებით ეს არის ეგვიპტის ღმერთები ქართულადაც არის ნათარგმნი მე გერმანულად უყურე და გერმანულად უფრო კარგად ნათარგმნია ვიდრე ქართულად ცოტა გაშარჟებულია და ძალიან უცნაურად არის ნათარგმნი რა და იქ არის სხვათა შორის ღმერთებზე საუბარი და აი ღმერთებზე თუ კი თქვენ ამ ფილმს უყურებთ ხო დააკვირდით ღმერთებს რა თვისებები აქვთ და ვინ არის ეს ღმერთები გესმით აი ძალიან საინტერესოა ეხლა აქ ვადარებ იმიტომ რომ არის კავშირი რატო არის კავშირი იცი იმ ფილმში მნიშვნელოვანი არის და რა გადაარჩენს სრულიად იმ ღმერთს რომ ღმერთსაც ეთაყვანებიან აი მას დააკვირდით მაგ ფილმში და რაც გადაარჩენს მე თუ ამოიცნობთ რა არის ეს ხო მე მომწერეთ პირადში თუ გინდა კომენტარში რა გადაარჩენს ღმერთებსაც კი აი ეგ დამწერეთ იმ ფილმის მიხედვით და იმ ფილმის მიხედვით რაც არის მესიჯი ჩვენამდე მოწოდებული ხო მართლაც ასია მეგობრებო ღმერთები ჩვენ ვერ გადაგვარჩენენ ჩვენ გადაგვარჩენს ის ერთი რა რაზეც სხვათა შორის ქრისტე საუბრობს და აი ამოიცანით იქ რა გადაარჩენს ღმერთებსაც და კაცობრიობასაც და დედამიწას და სრულიად ყველაფერს სხვაგან ქრის მისი გონება მისმან თავისა წონამან ესემეფისა ბრძანება ერთხელ კლახ გადრამონამან არცა დააგდო ტირილი არცა რა გაიგონამან არცა გახლიჩა ბაგეთად თავი ვარდისა კონამან მიუხედავად იმისა რომ ამან კიდევ მოკრძალებით მონამ კიდევ მოკრძალებით შეჰკადრა რაღაცაო რა გიბარებსო რა ის როსტევანიო მაგრამ არა არც ტირილი შეწყვიტა საერთოდ არ შეუძლია განწმენდის პროცესია და არც ტირილს წყვეს და ვერც ვერაფერი ესმის ნახეთ რა კარგი შედარებაა რა თავი ვარდისა კონამანო აი ვარდი ხო აქ ვითომ ის არის ლოყებისა და ლოყებისთან პირის აღნიშნული მეტაფორა არისო და ესე იგი ამას რა არის იცი ვარდის კონა არის აქვს თავზე ადგას ვარდის კონა თურმე ლოყებისა და პირის ერთობები კონა ადგას რა მოკლედ არ არის სწორი რა არ არის ვარდი არ არის ლოყებისთან პირის აღნიშნული მეტაფორა ძალიან თოთ ჩაასწორეთ ეს ციგნებში რა ვარდის კონა არის მთელი ის ცნობიერი რომელიც გაწუხებს აუ ის რაც გადაგვარჩენს ხალხო და რაც გადაგვარჩენს ის არის ერთადერთი რამ რაზეც ეს ციგნია დაწერილი და რაზეც მთელი კაცობრიობა საუბრობს და იწერება და გადაიღება ფილმები და რა ვიცი ხელოვნება იქნება და ასეთი და ასე მივათ მანდაც გეტყვით რა არის რა პასუხი არა გასცა მონა გარე შემოbrunდა როსტან კადრა შემიტყვია იმას თქვენი არა უნდა თვალნი მზებრ გამირეტდეს გული მეტად შემიწრწუნდა ვერ ვასმინე საუბარი მით დავხონე ხანი მუნდა ხონო ეს აღარ ამას ბევრი აღწერა უკვე გასაგებია რომ როსტევანს მოახსენო რომ ვერაფერი ვერ შევაგნებინეო ძალიან გულიც კი მეტკინაო შემიწრწუნდაო მაგრამ ვერაფერი ვერ გავაგებინეო მეფე გაჰკვირდა გაცაწყრდა ანუ გაწყრა ეხლა ცაწყრაო ეს მის საინტერესო სიტყვა ძალიან გული უც მისთვის მწყრომარე გაგზავნა მონა 12 მისი წინა შემდგომარე აი ეს ძლიერი 12 მონა გაგზავნა ეხლა უგზანა ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენი საომარე მიდით და აქ ამომგვარეთ ვინ არის იგი მჯდომარე აჰა მივიდნენ ეხლა 12 მოციქული ანუ 12 მონა ამასთან გაგზავნა და რას აკეთებენ ნახოთ მონანი მივიდეს გახდა აბჯარი ჩხარია აბჯარი ახმაურდა ეხლა ხმაურიანად მივიდნენ მაგრამ მაშინღა შეკვდა იგი ხმა ტირს მეტად გულმდუღარია ხმაური ხედავთ სად შემოდის ხმაური და სხვათა შორის იმ ფილმშიც ხმაურზე საუბარი არის რა არის ეს ხმაური სხვათა შორის კიდევ არის ერთი ფილმი ასე ქვია მოსიარულე ხმაური ქართულად არის ნათარგმნი და იქაც კარგი მესიჯებია სხვათა შორის მეგობრებო მოსიარულე ხმაურში ნახოთ ბევრ საინტერესო რამეს რეალურია ეს მოსიარულე ხმაური რა
აი ხმაურმა გატეხა მისი ეს განწმენდის პროცესი, ხედავ და მონანი მითხო, მაშინ ღას შეკრთა იგი ყმა, ტირს მეტად გულმდუღარე, მაგრამ თუმცა მაინც ტირის. თვალნი მოარნა ყოველგნით ნახა ლაშქართა ჯარია. ერთხელ ესე თქვა, ვა მეო, სხვად არას მოუბარია, აი რა ხდება ახლა, ძალიან კარგი რაღაც, მიყვარს უკვე შეთავისთაველი. ეხლა ნახე რა ხდება რა. საკითხავი ის არის, რომ თვალნი მოარნა ყოველგნით. ან თვალი აიხილა ახლა უკვე ჩამოდის ამ სამყაროში, გესმით? იმიერიდან მოდის აქეთ. სულიწმინდისგან უკვე გამოფხიზლდა, ამიერში ჩამოვიდა და თვალი გაახილა. პირველი რასაც აკეთებს თვალს ახელს. ნახა ლაშქართა ჯარი, ხო, არა, პირველი რასაც აკეთებს ჯერის რომ სმენა აქვს, რომ შეაწყვეტინა ამ ხმაურმა სმენით სულიწმინდესთან ურთიერთობა და მეორე ის რომ თვალი აიხილა ახლა და მე ამ თვალი ლაშქარი რომ ნახა და ჯარი რომ ნახა, ვახ მეო რა უხსნა ახლა ამათო ხო? თვალთა ხელი უკუიმლო, ცრემლიც ცხელნი მოიწურნა, ხმალ კაპარჭი მოიმაგრა, კლავნი გაიმამაცურნა. ესე იგი, სხვა გზა არ დარჩა ახლა რა უნდა უხსნას ამათ, ვერ გაიგეს რომ ეს ადამიანი ტირის და ვერ დააყენეს თავის ადგილზე და სხვა გზა არ დაუტოვეს რომ საბოლოო ჯამში იბრძოლოს რა და ცხენსა შეჯდა მონათამცა საუბარნი რად იყურნა, სხვა სამხარსა გაემართა მათი ჭირი არ განკურნა, ხო? ან უნდა იბრძოლოს, ან უნდა გაიქცეს და გაიქცა, გაერიდა. მონათა ხელი გამართეს მისა შესაპყრობელად მან გლახ იგნი დახადნა მტერთან სასაწყალობელად, ყრნა ერთმანეთსა დახოცნათ თავსახელა უპყრობელად ზოგს გადაჰკრისა მითხარი ქვემ დამდის გასაპყრობელად. მეფე გაწყრა გაგულის და ეს ახლა ბრძოლა ხო გაიმართა მუხმესა და ამ 12 მოციქულს შორის რა. ყრნა ერთმანეთსა დახოცნა თავსახელა უპყრობელად. ესე იგი ხელიც თავზე არ აუღია, ისე გაუადვილდა ამათი დახოცვა, რომ აი ხმალი არ აუღია ხელშიო რა. ესე გამოდის რომ ხმალი რო ხელში აიღო, თავს უნდა ააპყრო ხელი, იმიტომ რომ ხელი უნდა მოიქნიო და ხელი არც მოუქნევია, გესმით? ისე დახოცა ეს 12. ზოგსა გადაჰკრის მათრახი ქვემ მკრდამდის გასაყობელად მათრახით მოიგერია ესენი, ხო? ზოგი მათრახით მოიგერია, ზოგი ალბათ არ ვიცით. მეფე გაწყრა გაგულის და ლაშქარნიცა შეუზახნა. მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიდა არცა ნახნა რა ზომნიცა მიეწევნის ყოვლნი მკვდართა დაასახნა, კაცი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამათ ივაგლახნა. ვერც ხედავს მეფე იმას, როგორც აქ აღწერილია ეს სცენა, რომ მეფე ვერ ხედავს, კაცო, სანამ ეს ჯარი მიუახლოვდება, მანამდე გვდება ეს ჯარი და რა ხდება? კაცი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამათ ივაგლახნა. საინტერესოა, რანაირად კლავს, ხო? რა არის ესეთი ძლიერი ეს ტიპი, რომ ვერ ეწევა ეს ხალხი და დაჟე ისე კლავს, რომ ვერ ეწევა. შესხდეს მეფე და ავთანდილ მისყმისა მისაწევნელად, იგი ლაღი და უკდარი მივატანისა მრხეველად. უკადრი მივატანისა მრხეველად. ტაიჩი მიუქს მერანსა, მიეფინების მზეველად შეიგნა მისვლა მეფისა, მისად უკანა დეველად. ხო, ნუ ეხლა მიხვდეთ რომ ავთანდილ შეუძლია რომ მეფეს გასწროს, მაინც არ გასწრო, უკან მისდევს მეფეს, მიხვდეთ რომ აგერ შედარება არის, მზე მოიფინა ველსო რა ავთანდილზე არის ნათქვამი. რაც ნა მეფე მოვიდაო ყრა მათრახი მისსა ცხენსა, მასვე წამსა დაიკარგა არ უნახავს თვალსა ჩვენსა. ნუ ეხლა საკითხავი ის არის, მაინც მეფის დიდი ქონდა, კაცო, მანამდე ვერ გაუჩინარდა? რატომ უნდა დაიხოცა ეს 12 მოწაფე, მოციქული და მოწაფე არის 12 მონა. ხო, შეზორო რახან აგერ მეფე გამოჩნდა და გაუჩინა და ისე რომ ვერავინ ვერ დაინახა, გაუშინარებულიყო მანამდე, ხო? რაღაცა არის აქ. აქ მესიჯი რომ ეს ბრძოლა უნდა მოხდეს. ანუ ის 12 მოციქული თუ ის 12 მონა, რომელიც იმათზე ძლიერები არიან, დახოცილა. გესმის? დაუხოცია ავთანდილს. ძალიან დიდი მესიჯია აქ, მეგობრებო, საინტერესო მესიჯი აქვს. შეთავისთავეს ჩვენთვის გზავნილი რა. ხო, მაგრამ მეფეს არ კლავს. მეფეს პატივს ცემს რაღაცნაირად, მაინც ისე მოახერხებს რომ გაუჩინარდება. აი გვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა, ანუ ზეცად ანაფრენსა. ნახეთ შედარება არის ესეთი, რომ იცი რას გავდაო? ან ზესკნელში ქვესკნელს ჩაძრომილსა, ანუ ზეცად ანაფრენსა. ქვესკნელი და ზეცა აქ მკითხველმა მწერალმა გააერთიანა. ქვესკნელი და ზეცა არ განისაზღვრება ერთმანეთისგან, როგორც ჩანს. გესმით? ანუ ნიშნავს ესე იგი. ან ნიშნავს ან. აქ წერია ანუ და არა ან. გავდა ქვესკნელს ჩაძრომილსა, ან ზეცად ანაფრენსა. ესე რომ ყოფილიყო, მაშინ ვიფიქრებით რომ შედარება მოახდინა, მაგრამ აქ შედარება კი არ მოახდინა, აქ მოახდინა გაერთიანება ქვესკნელისა და ზეცისა. გავდა ქვესკნელს ჩაძრომილსა, ანუ ზეცად ანაფრენსა. ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.
კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ პოვნა ნაკვალებისა, აგერ კვალწმინდა წახდომა კაცისა ვითა დევისა. ლაშქარნიკ და ართას ტიროდეს სწრაფა, აქვს წყლულთა ხვევისა, მეფემან ბრძანა ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა. ეს ხა იკრდა მეფე, ეს ისედაც დავრეჯილია და ხო, ნუ მოკლედ ვერ ნახეს ნაკვალევი, ლაშქარი დაუხოცა და რა ჭირი ახლა საიდან მოდიხარო თუ შარო საიდან მოდიხარო, მეფეს ეს დიდ დღე დაუდგა, რომ კარგი ხასიათზე იყო როგორღაც გაირხინა და გამხიარულდა ამ ნადირობით და ახლა ეს რა აკდა, თავისას გაუჩალიჩა რა, ახლა ვინმე მოვიდა შენთან, გაანებე თავი იყოს ის კაცი, წავიდეს. ეს ცნობის მოყარეობა მაინც რა არის რა, რომ კარგ ხასიათს გაგიფუჭებს ხოლმე რა, იმიტომ რომ ცნობის მოყარია მეფე. რა უნდა და ახლა ვერ დაანება იმას თავი ტირის ადამიანი ხო ხედავს რა. რაღაცას განიცდის და შენ კიდე ტვინს უბურღავ, კაი რა. მოგიხდება ეგრე მეფეო. ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა, აჰა, ნახე, იმიტომ რომ გინდოდა და ნახე. ბრძანა ღმერთსა მოეწინა, აქამდისი ჩემი შვება, ახლა დააბრალა ახლა ღმერთს. ღმერთსა მოეწინა აქამდისა ჩემი შვება, ამათ მიყოს იამისა სიმწარითა დანაღლება. სიკვდილამდის დამაწყულა ვერ ვის ძალუც, განკურნება მასვე მაადლი ესე იყო წადილი და მისი ნება. ბიჭო, რა შუაში აქ ღმერთი, შენ თავს შეხედე რა, შენი თავი არის აქ გაჩხერილი პირდაპირ. ადამიანი ზის ტირის და შენი ცნობის მოყარეობა პირდაპირ მნიშვნელობით ეკвеტება იმ ადამიანის ცხოვრებაში და ეხლა ღმერთს დააბრალა, რომ ჩემი სიამე მოსწინა ღმერთსო. ღმერთს არა იმას კიდე, წადი რაში რომ სადახსოვ ხარ შენ ღმერთს. სიკვდილამდის დამაწყულა ვერ მიძალუც განკურნება, ესე იგი ნახე რანაირი ტიპია რა ეს მეფე რა. ჯერ ხომ ტვინი გაუბრღა იმას რაც არის შეუცნობელი რომ ნახა და მერე კიდე ეს შეუცნობელი რომ დაუხოცა მთელი ჯარი და ანახა გამანებე თავიო და ეხლა ნახე რო ვერ გაიგო ვინ არის? ნახე რა საკეთებს. სიკვდილამდის დამაწყულაო გესმის ღმერთს აბრალებს. ვერ გაიგო. ცნობის მოყარეობა დაუკა და აგერა ღმერთს დაამადლიერა ღმერთს სიკვდილამდის დამაწყულაო ამით რომ ვერ გამაგებინე ვინ იყო. ვერ ვის ძალუც განკურნებაო და ვეღარავინ ვერ გამკურნავს ახლა ამით. ამისგანო სანამ იმას არ ნახავთო რა. ანა იყო საერთოდ მასვე მაადლი ესე იყო წადილი და მისი ნება. და ღმერთს დააბრალა რომ ღმერთის ნება იყო ეს რა. ღმერთი არა ისე გააჩერდი რა. ყველაფერს ღმერთს და იმაზე აი კარგი ფილმია ნახეთ რა მეგობრებო ეს ეგვიპტის ღმერთები. აი რა კარგი ფილმია იცი, რა კარგად ახსნის რა დროს ღმერთს საერთოდ სადახსოვ ხარ შენ. გესმის და ეხლა რა ღმერთებია საუბარი ისიც გავიგოთ რა. ნახეთ ის ფილმი და მიხვდებით რაზე საუბრობ. კარგად აქვს აღწერილი ზუსტად იმ ეგვიპტეში რომ ეს ღმერთები ადამიანების მიმართ რას განიცდიან რა და ადამიანები ღმერთების მიმართ რას განიცდიან და როგორ არიან ერთმანეთთან ამ პროგრამაში როგორ ზიან ღმერთების პროგრამაში ეს ადამიანები და ბოლოს ხდება ამის გატეხვა. ხო ესე თქვა და შემოbrუნდა და ღრეჯილი წამოვიდა არსახ კადრა ასპარესსა ვამი ვამსა მოუთრვიდა. ყველა კაი მოიშალა სადაცა ვინ მხეცთას ვიდა ზოგთა თვეს თუ უმართლეა ზოგი ღმერთო უზრახვიდა. ნუ მოკეიფე აღარაცადეს რა ამ ჯარს. ზოგი ამბობს რომ არ არის რომ მართალიო რა, უსამართლობა მოხდაო და ზოგი ამბობს რომ ზოგი ღმერთს ავალდებულებს რომ რა გააკეთე ესო რა. ნუ მიახტნენ ღმერთს ახლა. ამ მეფის ხუშტურის გამო ღმერთს მიახტნენ. დავიღალე უკვე ემოციებით, იმიტომ რომ ესეთი სიგნალია რა. აქაც სიგნალია გადავირიე რა. ყველგან სიგნალი როგორ არის. მადლობა შოთავ რომ ესეთი კარგი რაღაც დაწერე რომ შენ მაინც გაქვს სინათლე. მეფეს აწოლს შემოვიდა სევდიანი და ღრეჯილი, მისგან კიდე არვინ შეხვდა ავთანდილ უცვითაშვილი. ყველა კაი გაიყარა ჯალაბი ჩანს არ დაჯილი, გაბედინთა სიხარული ჩაღანა და ჩანგიტყვილი. არავინ არ არის მეფესთან, წავიდა თავის აწოლს დაწვა, დაეგდო, ესე რომ ვთქვათ. მარტო ავთანდილი ამის წინაშე და არც არავინ არ არის, იმიტომ რომ გაყარა ყველა ვინც ჩანგზე მღერის და ვინც მეფეს ამხიარულებდა, არავინ არ დაიტოვა, ყველა გაყარა მარტო ავთანდილია მის გვერდით. თავისი შვილად ნაზარდი. ერთიღა ახლავს ავთანდილ წინაშე უზის სკამითა. უცხო ყმავინმე უნახავს ასრე დაღრეჯით ამითა. თინათინ ბრძანა აწავალ შესვლა არ ჩემგან ჟამითა. მკითხოს კადრე იყო თქო აკა ერთითა წამითა. ავთანდილია მასთან ხოლოდ ეხლა როგორც ჩანს თინათინს მიუტანეს ამბავი რა ხდება უცხო ყმავინმე უნახავს ასრე დაღრეჯით ამითა. თინათინს მიუტანეს ეხლა ამბავი რომ რა ხდება მეფესთან და თინათინი თქვის რომ აწიო დრო მოვიდა რომ მივიდე მეფესთანო რა შევიდეო ეხლაო და ველაპარაკო რომ თუ მიკითხოსო უთხარიო რომ ერთი წამით იყო აქო რა მარტო ანუ არ შევა პირდაპირ თინათი რა გონიერია ხედავ პირდაპირ არ შევა მაგრამ ეთქვის რომ აი ვიყავი აქ ერთი წამით და რო გნახე ესე დაღრეჯილი ამიტომ ვერ კადრე შემოსვლა ხე ახლა მამამისის სისიცის ძალიან მაგრა იცნობს მამამის თინათინი იმიტომ რომ ეს იცი რის ჟესტია ეს იმისი რომ აი მეფეო ნახე როგორ დაგაფასე რომ ნახე რომ შემოწმენილი იყავი მე კი არ შემოვედი მე შენ გადროვე
გესმის? და მეფე თავს კარგად იგზავს, ანუ მეფის დაცემული სული არის ეს, გესმის? აი, ყველა მეფე არის რუსტევანი, იცოდეთ რა. ვინც მეფე თავის თავს აღწერს და მეფემა რო იძახის, არის რუსტევანი. რუსტევანია. ძალიან დაბალი დონეა. ხანი გამოხდა იკითხა ნეტარ სადა იქნს ქალიო, ჩემი ლხინი და ჯავარი ჩემი სოფლისა წყალიო. მოლარე კადრებს მოვიდა აწეღა ფერნა კრთალიო, დაღრეჯით გცნადა მიბრუნდა წინაშე შემოვალიო. და მოახსენა, ნუ ეხლა აქ მე მგონი არ უნდა განხილვა, მიხვდებოდით რა ხდება. თავის ქალიშვილი მოიკითხა და მონა მოახსენა რომ აქ იყო და წავიდაო. უბრძანა თუ წადი უხმე, უმისობავით გავსძლეო. მოახსენე რა დახბრუნდი შენ მამისა სიცოცხლეო. მოდი ჭმუნვა გამიქარვე გულსა წყლულსა მეწამლეო, გითხრა ჩემი სამიზეზო მე თუ ლხინი რად დავლეო. აი ხლა რა ხდება მეგობრებო, რეებს ვაკავშირებ ეხლა სოფო რა, და ყველა ვინც ჩემს საკითხებში გარკვეული ხართ და მსმენელი ხართ, ეხლა თქვენ გაიგებთ ამას. ნახე რა უთხრა. დაღრეჯილია მეფე, მოიხმო თავის ქალიშვილი და აღწერს ესე რომ ჩემი სიცოცხლე არის, წყალია ჩემი. უიმისოდ გაზება არ შემიძლია და მოდი ჭმუნვა გამიქარვე გულსა წყლული მეწამლეო. ანუ წყლულსა მეწამლეო, ესე იგი გულის წყლული მირჩინეო რა, შენგან მხოლოდ წამალიო, ესე იგი. ნახე, ვეღარაფერი ვერ გამკურნავს, ხო იძახის ეს მამა. აუ, რა კარგი კავშირია ეხლა რა კარგი კავშირია, ურჩული დამზე თუ ნახავის მომენტია ეს. გულში წყლული უნდა მოურჩინოს თავისმა ქალიშვილმა, ხო ამბობს რომ ვერაფერი ვერ გამკურნავს ამ დედამიწის ზურგზე და ეხლა უკვე გამოჩნდა მაინც არის თუმე ადამიანი რომელიც მაინც მოუქავებს და გაუთელებს გულს. ესმის? თავისი ქალიშვილია ეს, ხო? იქ როგორც ჩანს დაავიწყდა რომ ქალიშვილი ყავს რომელიც შეიძლება საერთოდ დაავიწყოს ეს უცხომოყმე, მაგრამ აი აქ უკვე გაახსენა რომ თავისი ქალიშვილიც არსებობს რომელსაც შეუძლია განკურნოს ის. და დაიბარა რომ მოდიო რა. მე ხა ვაკავშირებ მაგალითად ნარიმანმა რო დაიბარა თამარინასალიძე მომიტანოს ბანანიო. აი ხა ეს კავშირი და მეც აღარაფერს არ ვიტყვი. ეხლა თინათინ ადგა მივიდა მიხვა მამისანებასა, უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა. მთვარის არის შედარებული მეგობრებო, მთვარეს თინათინი და თინათ მთვარი იცით ვინ არის მეგობრებო? მთვარე მეგობრებო არის ლი და დი. გესმის ლილითი და ლილითი არის ძალიან გონიერი არსება და აი ლი ორჯერ არის სოფო ლილითში მოყვანილი და ლი არის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნვა და მზის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნვა და მზის მიმართულებით საათის ისრის მიმართულებით ბრუნვა. ანუ ორივე ერთად ქმნის ვიცით 4 ფოთლიან ყვავილს. იას ქმნის. ია 5 ფოთლიანია. ქმნის რას იცი? კაცალკუწულებს ვეძახით ესეთ ყვავილებს ჩვენთან. კიდე სხვანაირად ქვია მაგას კაცალკუწულას. 4 ფოთლიანი ია. ცოტა ისეთი ფერის არის რა. ია სამის ფერის არის სხვადასხვა. ლურჯი არ არის. ხო და აქ არის შედარებული ახლა უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა. მამა მან გვერდსა დაისვა აკოცებს ნებანებასა, უბრძანა მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა. რად გინდაო ჩემი დაძახებაო რა, მოდიო, პირდაპირ შემოდიო რა და რატო მალოდინეო. ქალმა კადრა ხელმწიფეო დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს, ვინცა განხა კადნიერად რაზომ გინდა ამაყობდეს. თქვენი ააგერ დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს. კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვო ჭმუნვისა ესე სჯობდეს. საიდან იცის ამ პიროვნებამ რა უთხრა თინათინმა მამამის, ხო? ერთადერთი გამოსავალი რა ავტანტილი იდგას. ხო, ესე გავტანტილი წერს ამ ყველაფერს, ხო? ქალმა კადრა ხელმწიფეო დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს, ვინცა განხა კადნიერად რაზომ გინდა ამაყობდეს. აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს. კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვო ჭმუნვარა ესე სჯობდეს. აქ ცოტა ახლა რთული გასაგებია რა. ეტენება ეს თინათინი თუ რა საკეთებს ვერ ხვდები რა, იმიტომ რომ ვინც დაღრეჯილი გნახოს ხა როგორ უნდა იამაყოს იმითიო და თქვენი დაღრეჯილობა მნათობსაც და დაამხობდესო, ესე იგი სინათლესაც კი წაშლისო რა და კაცმა საქმე მოიგვაროს, ვეჭვო ჭმუნვასა ესე სჯობდეს. კაცმა საქმე მოიგვაროს რა შუაშია ახლა აქ ვერ ხვდები. აი რა შუაშია კაცმა საქმე მოიგვაროს. არ ვიცი რა შუაშია, მართალი გითხრა. აქ რა იგულისხმება, მაგრამ რაღაცნა მნიშვნელოვანი ფრაზა არის. ამას დაფიქრება უნდა ახლა ესე უცბად ვერ ვიტყვი. ახლა ვართ ჩვენ 110-ზე მეგობრებო. 110-ზე ვართ ჩვენ მისული. და შემოხაზულიც არის. კაცმა საქმე მოიგვაროს, ვეჭვო ჭმუნვისა ესე სჯობდეს. უბრძანა შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავა გლახია,
შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინად ვერ დამისახია. მომქარვებელი სევდისა მათ ვითა მუფარახია, ვეჭვრას ცნა შენცა მამართლო ჩემი სულთქმა და ახია. ეხლა შვილს ეწუწუნება რომ რაც მე დამემართაო, მართალია ცუდ ხას ეძებარ, მაგრამ შენი სიახლე და ლხინიო, შენი აზროვნება ჭვრეტაო, მე მახარებსო რა. მომაქარვებელი სევდისა მათ ვითა მუფარახია და სევდის მომქარვებელიო ხო? მუფარახი რა არის აბა ნახოთ? მუფარახი არის წამალი? კაი, ანუ ნახე ქალიშვილის ხარჯზე უნდა ეხლა რომ გამომჯამრთელდეს, თავისი ცნობის მოყვარეობა მიიყვანს ისეთ დონეზე, რომ ლოგინად ჩააგდებს და ეხლა ქალიშვილმა უნდა იჭრიდოს გონება რომ მოუაროს და უწამლოს, გესმის? რამხელა ენერგოვამპირია ხვდებით ხო ალბათ? მეფე და ენერგოვამპირი. თინათის აქვს იმის საკმარისი ენერგია რომ უწამლოს ეხლა. თან ეუბნება რომ ისო რა ქვია, შენ რომ გაიგო მე რამ ჭირსო? გამამართლებო. ეხლა თინათინის მამა არის, თორე თინათინი ესეთი ტიპი არ არის, შემტენია ტიპი და როგორც აქ შემტენია ტიპი არის თინათინის, იმიტომ რომ მამამის ელაქუცება და რაღაცა. ეხლა არ იცის რომ მამამისი აქ დამნაშავია, ძალიან კარგად იცის, მაგრამ მაინც უწამლობს ესე რომ ვთქვათ. უცხოსა და საკვირველსა ყმას არ ასმე გარდვე კიდე, მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე. რომ ძიმდა რა არ ვიცოდი ან ტირო და ვისთვის კიდე, ჩემად ნახვად არ მოვიდა გავიგულისდი გავეკიდა. აჰა ნახე თავის აღსარებას აბარებს ეხლა ამასთან, იმიტომ რომ ბიჭო, ნახე ვიღაცა უცხოო. ტიროდაო, არ ვიცოდი რატო ტიროდაო. მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე. ისეთი იყო რომ ესე განათებდაო რა ეს ტიპიო რა და ტიროდაო თანო გაიგე? და მე ჩემი ნახვა არ იკადრაო, გესმის? აზე ხარ ეს ტიპი ლაპარაკობს. რამხელა ეგოიზმშია ჩავარდნილი რომ ადამიანი ნახა იმ ხელაზე ანათებს რომ რაღაცა იქ დაინახე ხო კილომეტრებში და შენი ნახვა რო არ იკადრა, გაგულის და თურმე მეფე და გადაეკიდა რა. მე რამ ნახა, ცხენსა შეჯდა თვალთაც რემლი მოიხოცნა, შესაპყრობლად შევუზახენ სპანისულად ამიხოცნა. ვითა ეშმა დამეკარგა არ კაცურად გარდამკოცნა, ჯერცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო თუ მეოცნა. და რა საუბრება ეხლა რომ მე რომ ნახაო, ცხენსა შეჯდა და ისე გაქრაო რომ ვერ გავიგეო ეშმა იყო თუ ვინ იყო რა? საერთოდ არსებობდა ეს კაცი თუ არაო? ჯერ ვერ გამიგიაო. და ლაშქარში დამიხოცაო რა და აწესე მიკვრის რა იყო, ანუ რა ვნახე და რული მან დამიხოცა ლაშქარი სისხლი ადინა ვლარული. კაცთა ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული, უცილოდ ღმერთსა მოვსწურდი აქამდე მემხიარული და იგივე მკონეს ის რომ ესე იგი ვერ გავიგეო რომ რანაირი კაცი იყო კაცო ლაშქარი ისე დამიხოცნაო რომ სისხლი ადენინაო. როგორ შეიძლებაო რომ კაცთა ხორცისგან იყოსო ისო ესეთი უჩინარიო რა ფარული, თვალთაგან ფარული არის უჩინარი. აშკარად ღმერთი მეკაიფებაო რა. უცილოდ ღმერთსა მოვსწურდი აქამდე მემხიარული და ჩემს სიმხიარულე ღმერთს მოსწურდა ეთყობაო და რაღაცა გამომიჩინა ისეთიო რომ დაბრეჯილი ხავიო. ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლო და ასრე გამემწარნენ და ამავიწყდეს რაცა დღენი ხიარულზე წამეარნეს. ყოვლმან პირმან ბაგლახ მიყოს ვეღარავინ მინეტარნეს. სადამდიცა დღენი მესხნენ ვეღარა მან გამახარეს. და ეწუწუნება რომ აციო მე უკვე ვეღარაფერი ვერ გამახარებსო, აქამდე რაც მახარებდა ის ვეღარ გამახარებსო. და ქალი რა შეუბრება? ქალმა კარგა მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბეცა. ჰე მეფე ორად ემდურნი, ანუ ღმერთსა, ანუ ბეცა. აჰა, აი ღმერთო, მძივს ვერ გამოჩნდა ის შემნაირი. რა დასწამებს სიმწარისა ყოველთათვის ტკბილად მხედცა, ბოროტინცა რა და შექმნა კეთილისა შემოქმედ. ბოროტიცა რა და შექმნა კეთილისა შემოქმედსა. ბიჭო, ამოვისმენთ რა, შემოვიდა სინათლე მართლაც რა, რომ იგივე შეუგნება რომ რა საკვადრიო ხო ღმერთს ამ ყველაფერს კი თან ეუბნება რომ მე დანაყბეცსაო რა. მოგახსენე მე სიტყვასა დანაყბეცსა. მეყბედიო გეუბნები ესეთ რაღაცას საერთოდ რა გინდაო რომ ბედს აბრალებ ამ ყველაფერსო და ბოროტს რატო შექმნიდაო, ვინც კეთილი შექმნაო. აქ სხვა რაღაცაშია საქმეო, გესმით? მე ამას ვარჩევ მეფე ხარ მეფეთა ზედამფლობელი, შორს არის თქვენი საზღვარი ბრძანება მიუთხრობელი. გაგზავნე კაცნი ყოველნი მისთა ამბავთა მცნობელი, ადრეს ცნობ არის იგი ღმა შობილი თუ უშობელი. ადრეს ცნობ არის იგი ღმა შობილი თუ უშობელი. რას დადობო კაცო, აი გაგზავნეო ხალხიო, რომელიც გაიგებსო არის ის ხორციელი თუ არ არის ხორციელიო, რა შობილი თუ უშობელიო, ხო? მაგ საუბარი არის უჩინარებაზე, ესე იგი არის ის ზეციური ვიღაცა, რომელიც არ ჩანს და შეუძლია გაქრეს, თუ არის ის ხორციელი, ძეკაცისა, ხო? გაიგეო რა სტილი ხო. როსთან სიტყვა ასულისა მოეწონა ეკეთაცა, პირი ხელით დაუჭირა გარდახკოცნა, კვლა და კვლაცა, პირი ხელით დაუჭირა. ან გააჩუნა და აკოცნა, მოეწონა ეს ბრძნული სიტყვები. უბრძანა თუ
გადმორჩილდე, რაცა მითხარ, აგერ ვქმნაცა, იგივე ამხსნელი ჩემი, ვინც ამიწა გამაგაცა. ესე იგი, ვინც ამ ქვეყნად მომიყვანო, იგივე მიხსნისო რა და ვინც მიწისგან გამაკაცაო რა საინტერესო დაისახწელი ხო. მაშინ ესევე ახლა გავაკეთოთო რა. მოახსენა კაცნი გაგზავნენ 4 თავეთ სისა კიდეთა, უბრძანეს წადით პატიში და თავი მცარად გახკიდეთა. მონახეთ ძებნეთ იგი ყმას სხვას ნურად მოიცლიდეთა, მისწერეთ წიგნი სადღაცა ვერ მიხვიდეთა, სადაცა ვერ მისწერეთ წიგნი, ანუ წელები დაწერეთ, მოკლედ ერთი სიტყვით მთელი დედამიწა მოიარეთო რა. აი გააგზავნე მთელი. აი ქამდე თვითონ ვერ მოვიდა ამის აზრზე რომ ეს გაიკეთებინა, მაინც სავის ხალიშულს უნდა ეთქვა ხო და კარგი, გააგზავნეს ახლა. გაგზავნის კაცნი წავიდეს იარეს მართ 1 წელიწადია მონახეს წებნეს იგი ყმა იკითხეს კვლადა კლადია ვერცა თუ ნახეს მნახველნი ღმერთსაგან დანაბადია ცუდად დამშრალნი მოვიდეს მათსავე გულზე ზადია წავიდნენ 1 წელი იარეს ვერსად ვერ ნახეს ღმერთისგან დანაბადი იყო თუ ვინ იყო საერთოდ ეს და ცუდი ამბით დაბრუნდნენ უკან მონათახ კადრეს მეფეო ჩვენ ხმელნი მოვიარენით მაგრამ ვერ პოვეთ იგი ყმა მათ ვერა გავიხარენით მის სამნახველსა სულ გმოსა კაცსა ვერ შევყარენით ჩვენ ვერა გარგეთ საქმენის ხვანი რა მოიგვარენით ესე იგი ჩვენ ვერ დაგიხმარეთო რა ყველაფერი გავაკეთეთო რა მოვიარეთ დედამიწა სულ გული ნახეთ ყველას უყურე ვერაფერი ვერ მოგეხმარეთო და ეხლა სხვა რამე უნდა მოიფიქროთო რა და მეფე ბრძანებს მართალი ყო ასული და ჩემი ძეო ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბიძეო ჩემად მტერად წარმოსული გადმოჭრილი ზეცით ზეო გამიშია შეჭირება არა მგამაყოლამეო ესე იგი ტრანსფორმაცია მაინც მოხდა მეფეში ის რომ ახლა ღმერთს კი არ აბრალებს მართალია ჩემი ძე და ასულიო რას ვაბრალებ ღმერთსო აგერ ვინმე ეშმაკისა სიცუდე მინახავსო რა და ჩემი მტრის განწამოსული გარმოჭრილი ზეცით ზეო რომ რაღაც უკვე მიხვდა რომ ყველაფერი ღმერთს კი უნდა დააბრალოს აგერ არსებობს კიდე რაღაც ეშმა რომელსაც უნდა მიაწეროს ცუდი საქმეები და მეფე ბრძანებს მართალი ყო ასული და ჩემი ძე ხო ეს ნახეთ ესე თქვა და სიხარული თამაშობდა ადია და გოსანი და მუშაითი იხმეს პოვეს რაცაც სადა დია გასცა საბოძვარი ყველა და დარბას შემოხადა მისი მსგავსი სიუხვი და ღმერთმა სხვაცა და რა დაბადა აჰა როგორ ჩანს ესე იგი მეფე მან მოახდინა თავის თავში ტრანსფორმაცია დაიკიდა ეს ყველაფერი თავის ნობიერებას მოერია და ამის სამაგიეროდ გასცა და გამცემი გახდა გესმის თავის ქალიშვილის მსგავსად დასრულდა მეგობრებო ეს თავი შემდეგი თავი იქნება თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ხმის საძებრად და აი ეს თავი მე ძალიან მიყვარს აქ ეს განიხილე ერთხელ და კიდევ განვიხილავ რა და ეხლა მეორე საკითხის ასო მოდი სივრცეულად ჩავუკვირდეთ ამას რა ხდება ამ თავებში საერთოდ რა ვნახეთ რომ ესე იგი როსტევანი თავის ცნობის მოყარეობამ კინაღამ დაგუყა მე მოხდა ისე რომ თავისი ქალიშვილი თინათინი ესე იგი სინათლე სოფია თინათინი გადაარჩენს ამ ცნობის მოყარეობისგან დაღრეჯილ ადამიანს ხო მოკლედ ეშმაკს გამოსტაცებს პირიდან ნადავლს რა ესე რომ ვთქვათ და საბოლოო ჯამში დრო გავა ამასობაში დროა საჭირო ტრანსფორმაციისთვის რომ მეფემ თავისი დარდი მოიქარბოს და ეს ერთი წელი იმისათვის იქნება რომ მეფემ გააგზავნოს ანუ რაღაცა თავის დეპრესიაში კი არ იყო ჩავარდნილი რომ აი ხოლმე მე რა მეშველება ვერ გავიგე ვინ არის არამედ აი იმედშია რომ აი იქნებდა ვინმე მაინც რაღაცა გაიგოს ამის შესახებ ჩემი ცნობის მოყარეობა დააკმაყოფილოს და საბოლოო ჯამში გავიგო რა ხდება რა ვინ იყო ეს მწვინავი არსება რა მბზინავი და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ხდება ისე რომ ერთი წელი გადის როგორც ჩანს მეფესთან მოხდა პროცესები შინაგანში რომ აი ეს ამ წელიწადში უკვე გადახარშა ცოტა მოინელა ეს საკითხი და მოიტანეს ცუდი ამბავი მაგრამ მეფე აღარ დადობს აღარ არის დაღრეჯილი მეფე არის ისე რომ აწი მე თვითონ მოვახდენ ტრანსფორმაციასო რა ღმერთს კი აღარ დააბრალებს იმას რომ ღმერთმა დამსაჯავა არამედ აგერ ეშმაკმა გამომიგზავნა თურმე განსაცდელიო და მოდი ახლა ესე გავაკეთებო რომ მე გავცემ ამ ყველაფერსო მკიდიაო ერთი სიტყვით ჟარგონულად რო ვთქვა მოვიხსნი ამ თვისს და გავცემო რა ხელგაშლილი გავხდებიო და გახდა აწი თავის ქალიშვილი გაძარს როგორც ჩანს ეს მამა ეხლა მე რა მაინტერესებს ის საინტერესო არის ის რომ ეს მამა მაგარი ბრმა არის რა ეხლა მე ჩემ სიდონის წევრებს გავგზელებ საუბარს და იმ ხალხს ვინც მისვენს ვინც უკვე მიცნობს ჩემ თემებს ვინც იცნობს და როგორ განვიხილავ რა ჭრილში განვიხილავ ხოლმე იმ ხალხს ვესაუბრები რომ აი ხა რა არის შედარებას მოვახდენ რა არის რომ კი მეფეა მეფე არის როგორც ჩანს თავისი ქალიშვილის მეფეთ მოიხსენიებს მამამის და პატივს ცემს როგორც ჩანს პატივისცემით არის აღჭურვილი მამამისის მიმართ მიხვდებს რომ ხედავს რომ ბნელიც არის ეს მამამისი თუმცა მამამისია და ეხლა მამამის არ უყვარს ხო და ქალიშვილი ესე რომ ვთქვათ არის ბრძენი ძალიან ბრძენია 1001 ღამე გამახსენდა 1001 ღამეში რო არის ეს თავისი ნებით რომ მივა მეფე არის თუ სულტანთან და რომ
მოუყვება 1001 ზღაპარს და 1001 ზღაპარში რომ ტრანსფორმაცია მოხდება მეფეში და თავისი ის გაუქარწყლდება რა, თავისი ბოღმა და შურის ძიების სურვილი გაუქარწყლდება, იმიტომ რომ აშკარად ბრმა ვიყავი და თვალი ამიხილო ბოლოს ეუბნება ამ კაცს. მე არ მაქვს წაკითხული, მაგრამ 1001 ღამე არ მაქვს, მაგრამ ვაპირებ წავიკითხო რა. დაახლოებით ეგეთი სიუჟეტი არის აქაც, რომ თინათინი ძალიან მოკლედ არის აღწერილი, რომ თინათინი ამ მეფეს როგორც ჩანს ძალიან ადვილად უგვარებს თავისი სიბრძნით იმ საკითხებს, რომ გაუქარწყლოს მისი ჭირი და ვაგლახი და სადარდებელი, ხო? მე რო ვთქვათ, ესე იალდაბაოთისა და სოფიას საკითხი არის ზუსტად იგივე. ოღონდ აქ იალდაბაოთი არის სოფიას ქმნილება. ხო, სოფია კი არის დედა იალდაბაოთი. იალდაბაოთი არის ის ღმერთი, რომელიც თავის გარდა ვერავის ვერ ხედავს. და ამბობს, რომ მე ვარო აქ ღმერთიო და მარტო მე უნდა მემსახუროთო. და აი ამ ყველა იმ არსებას ადამიანები იქნებიან ეს თუ ვინც იქნება, ღმერთები დანარჩენი ღმერთები, ეუბნება, რომ მე უნდა მემსახუროთ. შემომწიროთ, მემსახუროთ და ეს სოფია მიხვდება, რომ ქმნილება გააჩინა ისეთი, რომელიც არის ბნელი რაკნას, ახლა დედაა, ხო, ხო არ მოკლავს შვილს. მართალია ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა ღმერთების წინაშე, რომ აი ესეთი რაღაცა ქმნილება შექმნა და უკითხავად, მაგრამ სოფია არ კლავს თავის შვილს და ცდილობს, რომ აი მისი შვილის გამო ჩამოვიდეს მატერიაში და დიდი სინათლე, თვითონ ხო დიდი სინათლე ამათობია, გაიფანტოს სხვადასხვა პატარა ნაბერწკლებად რა ადამიანებში, რომ აი ეს ცნობიერება შეიტანოს ისე, რომ დიდ სინათლეს ვერ ხედავს ეს იალდაბაოთი. იქნება პატარა სინათლით, მაინც გააგებინოს იალდაბაოთს ეს სინათლე, დიდი სინათლის ამბავი რა და ხდება ისე, რომ ანუ სოფია ჩამოდის მატერიალური არის იალდაბაოთის ქმნილება და გახდება თავისი შვილის შვილი. ანუ გახდება ისე ხდება, რომ თავისი ქმნილებაში ჩავა რა, ესე რა ვთქვათ. ანუ მამაც არის ამასობაში და შვილიც არის იალდაბაოთი სოფიასთვის. ამ პოზიციაში. ეხლა რა ხდება სინათლე როგორ შეაქვს, იცით ადამიანებში? ეხლა შეაქვს ხელოვნების სახით, ლექსების სახით, აძლევს ინფორმაციებს, სიბრძნის სახით, ნაწარმოებებს აწერინებს, ლექსებს აწერინებს, სიმღერებს აწერინებს, რაღაცნაირად, რომ აი ამ იალდაბაოთში შეიტანოს ნელ-ნელა ეს სინათლე, რომ ამოქაჩოს სიმაღლეში, მაღალ სინათლეში რა. იმიტომ რომ პატარა დიდ სივნელეში უცბად დიდი სინათლის შეტანა, როგორ შენს პროცესი ვერ ხდება. ეს უცბად განათება გონების. ნელ-ნელა ხდება ამ გონების განათება, როგორც 1001 ღამეში არის ნელ-ნელა, 1001 ღამე დასჭირდა ამ ქალს, რომ ეს შურის ძიებისგან იხსნას ეს კაცი, აქაც 1 წელი დასჭირდა თინათინის როსტევანის ჯარს და თინათინის გონიერებას, რომ ამ მეფეს გაუქაროს ეს დარდი. და სოფია აკეთებს ისე, რომ ნელ-ნელა დიდდება. ნელ-ნელა ავარჯიშებს ამ თავის ქმნილებას, რომ დიდი სინათლე შევიდეს მასშიც რა. და ეს არის მეგობრებო, ამ მიჯნაზე ვართ ახლა ჩვენ, რომ აი იალდაბაოთში შეგვაქვს სინათლე. იალდაბაოთში უნდა შევიტანოთ სინათლე. მართალია ერთი მხრივ უნდა ვაღიაროთ, იალდაბაოთი არის ჩვენი შემქმნელი, მაგრამ ის არის ბნელი შემქმნელია ჩვენი. ჯერ სინათლე მასში ვერ შესულა. ჩვენში კი სინათლე შემოვიდა სოფიას სახით. სულის ჩაბერვა მოხდა სოფიათი. ანუ სულთან კავშირი მოხდა რა და ამ სულთან კავშირში ეხმარება, როგორც ჩანს, ქალი ეხმარება აქაც მეფეს. და არა კაცი, ავთანდილი ვერ შველის ვერაფერს. ძლიერია და ყველაფერი აქვს, მაგრამ ვერ შველის, რა ვერ შეაქვს. ამ რუსტევანში ეს ცნობიერი ვერ შეაქვს, რომ რაღაცნაირად გული დაუამოს. გულზე აქვს საკითხი და არა გონებაზე. ხო და გულის წყლის დაამებას ახერხებს მხოლოდ ქალი, როგორც ჩანს. როგორც 1001 ღამეში, ისევე აქ ვეფხისტყაოსანშიც. ახლა მე დაგემშვიდობებით მეგობრებო, მე ამ ვიდეოს დავამონტაჟებ, ავტვირთავ YouTube-ზე და იქ ნახავთ ყოველგვარი პაუზების გარეშე ნახავთ მოკლე ვერსია. მე დავიღალე ემოციურად ძალიან ისეთი ჭიდილი იყო რა, ერთი ამბავი იყო, ბრძოლა იყო აქ ამ თავში, სიბნელესა და სინათლეს შორის და მე დამღალა ცოტა ამან მართალი გითხრათ.